climb, they say jump. They say jump. Odi. Rati. Sade abi ha? Სამავტოფოში. რა სამობენ? მიუხბეზე, ჰა? გადარჩება მიუხბე. ჯერჯერობით არაფერს, მაგრამ ექიმებმა მითხრეს გადარჩება. კარგია. რაც დაგავალე ის შეასრულე, ჰა? რა უნდა შემესრულებია? გაგიჟდი შენ! გაგიჟდი! ახალი მისამართი ელენესი, გაიგე! ახალი მისამართი! გაიგე! კარგი ხო? გაიგე! ავიგე! ორი დღეა მაგას დავსდებ და ძლივს გავიგე სა. რატო ძლივს? რატო? რატო ძლივს? ძნელია, რატი ძნელია? ჰა? დიდი. სოლოლაკიდან სად გადავიდა? შანხაიზე. მისამართი ვიცით. მისამართი. ელენე. ესე იგი. ელენესთან მივიღოთ სახში, რატი მე და შინ და რა. ლეონს მაგარი გაუსწორდება, არა? და მე ელენეს გავაბახებ. სურამ. გაუპატიურება არ ტეხავს, ჰა? ეხავს. ძალიან. ელენეს გაუპატიურება ეხავს. ელენეს გაუპატიურება სირცხვილია. ისე ჩემს ძმასთან ხო არ წახვიდოდი ეკლესიაში? ხო არ შეუერთდები ჩემ ძმას, ა? არ გავარტყი მე მაგათ ყველას. სახში როდის არის ხოლმე? როგორც წესი სახლიდან ყოველთვის გვიან გამოდის. მაგარს გავერთობით. აჩვენოთ მაგას. ზურა დანელიას. Party. რატომ არ გინდოდა გუშინ შენთან სახში რომ მოვსულიყავი, ჰა? ძალიან დაღლილი ვიყავ.
დასვენება მჭირდებოდა. და მოაგვარე ყველაფერი? ოღონდ ძალიან გთხოვ ამერიკის საქმეებზე კოტე რომ მოვა მერე ვილაპარაკოთ. კი ბატონო, ყველა ერთად დავსდეთ და ვილაპარაკოთ. კოტე მე შენ, ლევანი. ლევანი რა შვება? ლევანი მნიშვნელობა გამოაცხადა. მარიამთან. დიახ. ვერი ვარ გამშენმა ელენემ. ელენეს მართლა შეუყვარდა. ლევანი. მაგრამ ასეც არ არის საქმე, რაღაცას მოვიფიქრებ. ოხ რა ყოფილა ეს ლევანი? ყველა ქალი გიждდება მასზე. არა, ცუდი ბიჭი ნამდვილად არ არის. მე არ მეტყვი ხლა რასაპირებ? ეგ შენი საქმე არ არის. რაღაცას მოვიფიქრებ. შვიდად იყავი. ძალიან ბევრს ფიქრობ საყვარელ. ბევრს და დიდხანს. კიდევ რა არის ახალი? ირმა ბავშველოდება. გილოცავ. მადლობთ. გილოცავ. მოკლედ აგიწყიეთ საქმე. ეხლა შენ გეყოლება შვილი, მერე ლევანი მოიყვანს ცოლს, იმასაც ეყოლება შვილი, მერე ისევ შენ გეყოლება შვილი, მერე ისევ ლევანს ეყოლება შვილი. მერე შენი შვილი ლევანის შულთან იმუშავებს ზუსტად ისე, როგორც შენ მუშაობ ლევანთან. კარგი, ნუ გაილექსე ხა, გეყოფა. შენგან განსხვავებით, მე რასაც ვამბობ, ყველაფერს ვაკეთებ. ანგარიში უკვე გავხსენი. ვიცი, რო გახსენი. საქმეც მალე დაიწყება. მალე? მალე. ნეტავროდის. არ მომწონს. რა არ მოგწონს? არაფერი. რა იყო ლანა, რამეს მიმალა? არაფერს. არა. დანელი არა შვება. დანელია გავაკოტრეთ. პირადად მე გავაკოტრე. როგორ? მთელი მისი ვალები გადმოვიბარეთ და მალე ქონებასაც დავუყადაღებთ. რა გაუკეთეთ? ამ წუთში მოგიღები. ესე იგი ეგ არის, რასაც უპირებდით? აი ზუსტად ეგ არის. ბიჭო რა მაგარია ცოლს ირთავ რა. მარ დაგერხა. ორჩაძმაო შენი გულაობა. ერთი მაგარი მალჩიშნიკი კი უნდა მოგვეწყო რა. მე? მე დუდუს ამბის მერევის ქონდა მაგისტროთ. ბიჭო, როგორ ელოდებოდა ამ დღეს რა. თან მეუბნებოდა რომ მოიყვანე ცოლად, მაგრამ მედი გადაწყვიტე დააყენე რა საშველიო. აი კაცი იყო დუდუ. თან განსაკუთრებით უყვარდა მარიამი. მართლა? ბიჭო. აგარ ნაბიჯს გამშენ ძმაო. ცოლი, შვილი, ოჯახი. მაგარი დღეა რა. გაუმარჯოს ამ დღეს. გაუმარჯოს. გენაცვალე. მე და მარიამი ვაპირებთ ერთად ყოფნას. ბიჭო, ხო არ ნერვიულობ რამეს. არა, ღელა უბრალოდ. რას ღელავ ბიჭო. ეხა გაუმარჯოს სიმპათიურ, ელეგანტურ სასიძოს ლევან აბულაძეს. ვახ, გენაცვალე. ბიჭო, რაღაც არ მომწონხარ შენ მე. რატო? რაღაცა ფიქრობ. ფიქრობ აბა, როგორ გინდა ისე? არა, სხვანაირად ფიქრობ შენ, იმ გოგოზე ფიქრობ გონია. კარგი რა გაგარა, დამთავრდა ეგ ამბავი, მორჩა. ბიჭო, კი ვიცი რომ დამთავრდა, მაგრამ დამთავრდა? შენ ხო არ გაგიჟდი? მე არა, შენ გაგიჟდი მეგონი. კი, დამთავრდა, დამიჯერე. ლევან. გაიგე. შენ გჭირდება ქალი, რომელთანაც საერთო წარსული გექნება და შეიძლება მომავალიც.
არა გმებით, რატომ ელაპარაკე? სწორედ ამიტომ ჩვენს ურთიერთობას მომავალი არ უწერია. განსხვავებული ცხოვრება გვაქვს. ფილოსოფიურ განწყობაზე ხარ, იცი? არავითარი ფილოსოფია. ეს რეალობაა. მე შენი წარსული არ მაინტერესებს. ჩვენ დღეს ვართ ერთად. ხოლმე აღარ ვიქნებით. ბიჭო, თუ ერთი წამითაც გეპარება ეჭვი ძმაო რა. შემეშვი რა ბიჭო. კაი, всё. რა გჭირ დათვერი თუ რა ხდება? არაფერი, ქორწილი როდის გიყვა? რა ვიცი მე როდის ამაგ. რა მეჩქარება რომ წავალ სადმე ჩამოვავს და ქორწილიც იქნება რა. გენაცვალე შენ. ეხა გაგიმარჯოს შენ და მარიამს გაუმარჯოს. თუ როგორ არის? არ ვიცი სადღაც გზელოები. მეჯვარე რო ხარ ხო იცი? აუ შენ გენაცვალე, აუ როგორ მიხარია ეგ არიცი რა. ბავშვი გეყოლებათ, ბავშვი მოგინათლავ, ნათესავები ვიქნებით, გაუმარჯოს. აი მაგ დღეს რა. ომე ჭიქა მომიჯახუნე. ლიმონი დარჩა ერთი. უნდა მოსუგაცრიებს რა. ესე იგი დანელია გაანადგურე. საბოლოოდ. მე რატო არ მითხარი? იმიტომ რომ მაშინვე გააგებინებდი. და მე კიდე მე მეკითხები, რამეს ხო არ მიმალავო? მე უკვე აგიხსენი რატომაც. თემო. იცოდე კოტეს მაინც გავანადგურებ. და შენ თუ მე ამაში ხელს შემიშლი, შენს მიგაყოლებს ეთ. არა, შენ ცოტა ზედმეტი ხო არ მომდის. მე ვიცი რასაც ვამბობ. შენ რისი გამნადგურებელი ხარ. ჩემს გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამ, ვერაფერს ვერ გააკეთებ. ხო. რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე. ეთყობა კარგად არ მიცნობ. შენ გონია მარტო შენ იმედზე ვარ დარჩენილი? ისეთ ხალხთან მაქვს საქმე, რომ ჯიბეში ჩაგისვავე საყვარელო. ძალიან თხოვთხოვლად ნომაშინებ რა. ვინც გინდა ის გყავდეს. ზედმეტი მოგვივიდა ხო? მოდი ვიჩხუბოთ, კარგი? ხო, არგეს. არ ვიჩხუბოთ. არ ვიჩხუბოთ. სხვათა შორის ჩემი სიმავრე ახალ დიდ საქმეს იწყებს და მასთან გადასვლას ვთავაზობს. მე შე რას ეუბნები? არ ვიცი, ვნახოთ. პირობებს გააჩნია. ისე შემიძლია იქაც ვიყო. მაგრამ აქ აუცილებლად ვიქნები. აბა მარტო ხომ არ მიგატოვებ საყვარელო. აბარა. ხო, გარდა ამისა, ყველაფერი რაც გააჩნია ირმას უნდა დაუტოვოს. პრინციპში კი არ უნდა დაუტოვოს, ახლავე აძლევს. აბა შე რას გთავაზობს? ჯერ ერთი ირმასი რაც არის, ჩემიცა. მეორეც რაღაც პატარა წილსაც დამპირდა. ისე რო იცოდე, ეგ შენი ნოდარი მაგარი შებერტყილი ტიპია. შენ რა იცი? ვიცი მახსოვს. გუში ხوار დამიწყია საქმიანობა. მოიცა რა გიმუშავია მაგასთან? არა, არ მიმუშავია. წესით შენს უნდა გახსოვდეს, ერთდროს ცნობილი ტიპი იყო ქართულ ბიზნესში. მაშინ არ ჩაესიძე? შენ რა გონია ირმა მამამისის ფულების გამო მოვიყვანე თუ რა არის? არა, შეგიყვარდა და იმიტომ მოიყვანე. დიახაც შემიყვარდა. კარგი რა თემო რა. ირმა როგორ უნდა შეგიყვარდეს? შენ ახლა ცოტა აზზე მოდი, გაიგე? და მაგ იდიოტურ ხუმრობებს თავი დაანებე. და ვინ გითხრა რომ ხუმრობ? ან თუ შეგიყვარდა ერთ ჩვენერ ორ შაბათს რაღაცო გადაგიყვარდა? შენ რას გეტყვი იცი ხა? ბოდიში თემო. თემო. დიახ. ჩემთან როდის მოხვალ? დასვენებული რომ იქნები. მაშინ. ხოდა ჩათვალე რომ უკვე დავისვენე. მოვიფიქრებ.
დაშობით ბიჭებო. ეხლა ამოვარჩიოთ რას ჩაიცმევს ჩემი ძმა თავის ნიშნობაზე. გაგა შენ სხვა დამეხმარები. მე ვარ უსერიოზულესი, უგემოვნებიანესი, უკუჭურიესი. ნახე რა ფართო არჩევანს გთავაზობთ. ნუ რა ამბავია რა არის? რა არის ბა? ეხლა მითხარი რა ფერის პერანგი უნდა ჩაიცვა. ვარდისფერი, თეთრი თუ ცისფერი? ცისფერი გამორიცხულია. გაგა ცისფერი მოდაშია. მე ვიცი რა არის მოდაში. ისე გაგა მართალია, აი ეს ფერი მოგიხდება შენ ძალიან. მაშინ შარვალი თეთრი უნდა იყოს და კოსტუმიც. კოსტიუმი უნდა იყოს შავი კლასიკური. გაგა სულ ერთი არა, მნიშვნელობა აქვს მეც. აი, ლევან, რა არის სულ ერთი? დღეს ყველაზე სიმპათიური შენ უნდა იყო. კარგი, გენდობით, თქვენს გემოვნებას ვენდობი. ესე ძალიანაც ნუ გვენდობი, შენით მიიღე მონაწილეობა ხა და მე აირჩიე. კი ბატონო, ვირჩებ მოგწონს ესა? კი. ვირჩებ მეც მომწონს ძალიან და ეს შავი კოსტუმია, ხო? აი ამ კოსტუმს ავირჩევ. ლევანიკო, თეთრი კოსტუმი ხარჯებია. ნუ გამაგიჟე, ხომ კითხია რა, მაშინ გპასუხობ. ლევანმა თქვა შავი, დაანებეთ თავი. გაგა შენ რა შუაში ხარ? შენ ნიშნობა ხო არ არის? გვაცადე რა. კარგი, ხა ნუ იჩხუბებთ, ჩვენ წავალთ. თქვენ გააგრძელეთ ლაპარაკი. ნონა, რა? გიждები შენზე. მე შენზე. ანა, გიждები შენზე. აუ ამ ქალებმა ტვინი შეჭამეს რა. ბიჭო, ლიმონი როგორ შეჭამე რა? აუ გადამაყოლა ეხა ლიმონი. მოდი დავლიო. ბიჭო, ლიმონი რო არა გვაქვს როგორ დავლიო. დასხე. ყოდე. რაიო. რას მიჟუჟუნებ თვალებს, რა გინდა ახლა ვერ გავიგე. დღეს რო დავლიო. ცოტა. თავი მოწი. თავი შენ თვითონ რა უნდა დავლიო, ბიჭო რა? ჰა? ბიჭო, აბა მარიამის და ლევანის ნიშნობაზე არ უნდა დავლიო? დედა. სიცხულია ხალხი რა სიტყვის ეს? აუ, მოგეჭრება ბიჭო, თავი ქვეყნის მასშტაბით რა. ჰა? არა, დავლიე გასო, რაზეა ლაპარაკი, ბატონო? მაგრამ მე ქორწილში ჩვენ დავლევთ იანვარში შენ შესანდობარს. მოსულა? კაი სიტყვა შეგაწერს, ბაო? შესანდობარს არა? ხო. ბიჭო, დავაბინაოთ ეს ბავშვები და მე კეიფიც იქნება. დროსტარებაც იქნება და ყველაფერი იქნება რა. პატარა რანჩო? ხო. პატარა ბუხარი, პატარა მარანი, პატარა ხეხილის ბაღი, ვაშლი, მსხალი, ატამი, ზღმარტლი და მივართვათ მე ზღმარტლი ჩვენს ბავშვებს არა? დიმიტრიც დაგვეხმარება, მე შენ გეტყვი გამოცდილება არა აქვს თუ რა? ჰა? რა სიტყვი? ისე მამაშენს რო უყურებ, იცი უფრო და უფრო მეტად მინდება ხოლმე ბაღში ფუსფუსი და დასვენება. რა სიტყვი გქონდა? აი მე კიდე ცოტა უნდა მოვითფინოთ, ხო? სანამ შვილიშვილებიც და მე იალა პენსიაზე. ჰა? ხო, ისე სადვაპირებთ ამ სიბერის რეზიდენციას? წავგეში. აი ჩვენ კომპანიას მიწები რო აქვს, იმას გამოვისყიდი და მშვენიერი ჰაერიც არის ძმაო და ახლოს არის ქალაქიდან. არა. რა? ოქროყანა. გახსოვს ოქროყანაში რომ უნდა ამეშენებინა რესტორანი 20 ჰექტარი მაქვს იქ. ბიჭო, კი მახსოვს, მაგრამ სად ეხლა ხა მაიცა რა. სად ოქროყანა, სად წავკისი. თან ოქროყანა აგერ არის ყურისძირში და შეადარე ეხლა სად იქაური ჰაერი და სად ოქროყანაში ვერ გავიგე. ბიჭო, ჰაერი აქაც არაა ნაკლები და თან ქალაქთან ახლოსა და მე რა ხედია ხო იცი? ცოტა. ქალაქს ნუ მიხსენებ. მე შენ გითხარი რომ ქალაქს ჩემ ფეხი აღარ იქნება მე მეთქი რა. ეხლა მე და შეხარება და გოგიასავით ბაზრობთ რა. რომელი ჯობია ეს ნაფარეულის ტყე თუ ალაზნის ველია? სადაც კარგად ვიქნებით, იგარჯობია. გამიჟდობა თავარია დრო გავატარო. ხო, რა ვიცი, წავკის მაინც ჯობია. გამოყვანა მართლა გამოდის. გიგას ციხეში გაჩერება მეტი არ შეიძლება. მაგრად მივაწექი და უკვე სასტრაფოდ ნაკვირდნი. ისე ჩეჩინაზე რა ისმის? არაფერი. ეთყობა ჩემთან საუბრის შემდეგ ძალიან შეეშინდა. ერთი ძველი მეგობარი მეწვია. დაზმირ დანელია. რაღაცა სტრანი ბაზარი შეუშვა ჩემთან. ეგ ვინ არის? სროგზე ერთად ვიყავით. დასტოინი ტიპია. სურა დანელიას ბიძა. ავსტრიიდან ჩამოვიდა, სურას პრობლემები აქვს.
მაგ ზურას სულ პრობლემები აქვს ბატონებო. ო, რაღაცა ესე неприятный ტიპია. მე რა ჩვენ არა უნდა. კოტეს წინააღმდეგ დახმარება მთხოვა. კოტე აბულაძის? ხო. რა კარგია? კოტე აბულაძესთან ბრძოლა მე არ მაწყობს. მართალია? ისე ამ საკითხით ჩემთან ძალიან მოუხშირა სამბოლო დროს სიაროს. მოდით ემო. სიძეშე ძველო. გაგა ხო იცნობ? კი, გამარჯობათ. გამარჯოს. და ლევრამეს? არა, თუ ზმახარ მთელი დღე სარბენები მაქვს. როგორ? ვარა. ისე ყოჩახშენ საბოლოოდ რომ გადაგიწყვეტია ეს ამბავი. ეს ამბავი დიდი ხანია თემო გადაწყვეტილია. უბრალოდ მე და მარიამმა დღე დავთქვით რა. ო და ამიტომაც მიხარია რომ დაადგითავი ამ საკითხს. იგი შემაშინე შეუხერო შენ. რაზე? აი ხა, წარმოიდგინე, მარიამთან პრობლემები რო შექმნოდა ელენეს გამო, ჩემი ბრალი იქნებოდა. აი რა შუაში ხართ. აბა ვინ არის შუაში? კი ვიფიქრე ბიჭი გაერთობა, ცოტა გულს გადააყოლებს მეთქი, მაგრამ მე კინაღამ სანანებლად გამიხადე. ისე მარიამთან პრობლემები მართლა შემექმნა, იცი? რას ლაპარაკობ? ელენეს გამო? აბა. ბიჭო, ვეგაცას დაურეკია რა და პირდაპირ უთქვამს რომ ლევან სხვა ხალი ყავს. აი გაც. და მარიამ არაო? აუ რა სიტყვა და გაგიჟდა რა. ძლივს დავაწყნარ. ისე ლევან. მარიამს ძალიან უყვარხარ შენ. მეც თემა. მეც ძალიან მეყვარს მარიამი. ეგ ვიცი. ეს ამითხარი, აზე არ ვიყავ. თან აქ იყვნენ ხო იცი? ხო, მარიამი, ნონა და დედაჩემი რა. ყველა აქ იყო? ხო, ერთად ლაპარაკობდნენ რაღაცას, ამ დროს დაურეკია ვეგაცას, ეს გაგიჟებულა, ატირებული გავარდნილა რა. აუ, მოიცა, ვის უნდა დაერეკა, ნუ გამაგიჟე. არ ვიცი, ვის უნდა დაერეკა, ხო იცი რა ტიპია და მე ამ დაიწყო რაღაცა ბოროტ სიმართლეს მეუბნება ვეგაცები და ნუ ბოროტ სიმართლეს ვარ რა. ისე კი არის მართალი სადღაც. ალბათ. მაგრამ მარიამს მე გულს ვერ ვადგენდი. ეგ თავისთავად ეხა რამდენი შენ ქალთან პატარა დროს გაატარებ, ყველას გულისთვის ცხოვრება რომ შეცვალო, სად არის ეგ? კარგი, ნუ ამბობ მასე რა. კარგით. არა, ხა მე მესმის, ელენე შენთვის უბრალოდ დროის გასატარებელი ქალი არ არის. არ იყო. არ იყო. ხო, არ იყო. არ იყო. იცი, გაგამ რა მითხრა? რა? ბიჭო, მე მგონი გიყვარს ეგ ქალიო რა. ეგ ვარ გაგიჟდა ბიჭო. არ ვიცი, მე მგონი მე გავგიჟდით. არა, ეხა დაუკვირდი. მარიამზე და ნიშნობაზე დავისვათ ლაპარაკი და ამდენი ხანია ელენეზე ვლაპარაკობთ. აი რა იყო რა გჭირს. კარგად იქნება ყველაფერი, შენ ნუ ნერვიულობ. ხო? აბა რა. ყველაფერი იქნება მაგრად. ისე იქნებ შენი ქორწინებით ბევრი არაფერი შეიცვალა, ჰა? აი, ელენესთან ურთიერთობაზე მაქვს ლაპარაკი. ვერ გავიგე? არა, ეხლა წარმოიდგინე. ცოლი ვის არ მოუყვანია. რა წმინდანი არც ერთი არა ვარ. რა ვიცი, ნახე რა, გადახედე მოკლედ. თემო. გითხარი რა, ელენესთან მე დავამთავრე ყველაფერი. ეგ კი ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ შენ დარწმუნებული ხარ? გითხრა. ელენესთან დამთავრდა ყველანაირი ურთიერთობა. ელენე აღარ არსებობს. მე და მარიამი დავინიშნებით და მე და მარიამი ბოლომდე ცხოვრების ბოლომდე ვიქნებით ერთად. მე მარიამი მიყვარს. კიდე გითხარა მე? ხო და ძალიანაც კარგი, მეც ეგ მიხარია. ძალიან. კაი, წავედი ახლა მე შევუდგები ჩემს საქმეებს და აბა შენით. ნახავ მე. ესე დაგერლია რა ეგო რა. არა. არ შემიძლია. აი, აბა კარგად. მაგრად. გაგა. ოკეი, არა, ჩამოდი აქეთ რა. რა გჭირში? არაფერი. ბიჭო, ლიმონი როგორ შემიჭა?
შენა კოტე. რას უპირებ ამ შესიზეს? ცოტა ბიჭი მივეხმაროთ რა ამ ბიზნესის აწყობაში. აი რა შოთა რა ხარ, სად ბიზნესი, სად მერაბი, კარგი რა. ბიჭო, იქნება დაიღალა ასე ცხოვრებით და უნდა შეცვალოს თავის ცხოვრების ნირი და საქმის კეთება დაიწყოს. ოუф, არ მგონია ეგეთი აზრები უტრიალებდეს ჩემს სიძეს თავში. მერაბი არა, იცი ცუდი ბიჭი. უბრალოდ ვერ გაიგო როგორ იცხოვროს. ახსოვს რა დაუზარელი და ნიჭიერი იყო. უბრალოდ ქალაქმა აურია გონება ცოტა. ეგ რომ ახსოვს იმიტომ ბრაზდები რა. მართალი ხარ. ამ შეერი კაცი რო მოხდება ქერის ორმოში, მერე ზარმაცდება და არაფრის კეთება არ უნდა. ასე მოდი რა. დაუდგეს მხარში და იქნება შეიცვალოს რაღაცა. შოთა შენ მაგაზე არინერვულო უკვე აჟურშია ყველაფერი. როგორ? შენ ცირიპედი გახსოვს? ცირიპედი? კირიაკ ცირიპედი. კი, მახსოვს. მერე? ეგეც გადააგდო. აი მაგასაც ხო ნიჭი უნდა რა. აი დედა. კაი, რას უპირებ ეს? ბიჭო, რა მეშველება, რა მეშველება. ავიცი, ამ ცირიპიც კი გადაუხთი ამას, აუნაზღაურებ როგორც იქნება რა. იმ ჩვენ ობიექტებზე მივეცი შეკვეთა რა. მაგი მიაწოდებს ობიექტებს იმას ცემეთს. კაი მსუქანი შეკვეთა, მაგ თანხას კი არა, კაი 10 ინდესაც გააკეთებს. ხო და ეს კიდე ერთ-ერთ ობიექტზე გაუშვი სამუშაოდ. კარგია რა, მუშაობით ეგ არ მოკვდება, თან ცოტა ხელფასაც აიღებს. მაგაზე ბოდიში. მოიცა რა გინდა ხარ, რომ მუქთად ამუშაო? არა, მუქთად არა, მაგრამ მაგას ეცოდინება, რომ ეს მთელი მაგის ხელფასზე მიდის ცირიპედი ჯიბეში. აბა მაგას ხელში ფული ჩაუგდო, ბიჭო? მართალი ხარ იმ ღამესვე დაამღერებს კაზინოში. დაუგროვდეს იქ და მოიცა და მერე ერთად მიცემ ამას ყველაფერს. მაგი ვნახოთ ჯერ ვიფიქრებ, ვნახოთ როგორ მოიქცა. ბიჭო, რას ვიზავიცი? კოტიკოს გაუხსნი ანგარიშს და ამ ხელფას გაუშვებ ბავშვის ანგარიშზე, მამამ ხო უნდა იზრუნოს თავის შვილზე, კაცო, საღოლ კოტე, რა, როგორც ყოველთვის ბრძნული გადაწყვეტილება. მაგარი ხარ. ძალიან მაგარი ხარ. შენა, ეხლა რომ გავილექსეთ ჩვენ აქ, უჩვენოთ რომ ჩაატარებენ იმ ნიშნობას, მოკლედ ესე იყო ამ ზურა დანიელიას და კოტე აბულაძის საქმე. კოტემ ზურას მაგარი რამე გაუჩარიჩა და გააკოტრა. ეწყობა აიძულა თუ კოტე ის კაცი არ არის ასეთი საქმე ტყუილად გააკეთა. გასაკვირველი. გააბრაზა და ალბათ მაგიტომაც. კოტეს ბიჭის ლევანის მოფიქრებული ყოფილა ყველაფერი. ამ ზურა დანიელიას ვალები გამოისყიდეს და თვითონ გახდნენ მთავარი კრედიტორები ზურას. კვიანი ბიჭი ყოლია კოტეს. მაგის იმედი აქვს. ზურა დანიელია ეგრე არ გაჩერდება. შურს იძიებს. ბიძამისიც მაგ საქმეზე იყო მოსული, მაგრამ მე აგრძნობინე რომ ტყუილად და ჩემი იმედი არ უნდა კონდეს. რაო მე დაგვანებებენ თავს? მე მგონი ერთმანეთისთვის ჩვენ ბევრი სიკეთე გავიკეთებია. მაგრამ რასაც მე მთავაზობ ჩემთვის მიუღებელია იცოდე. ხო მართლა გუშინ საგადასახადოდან იყვნენ, გამოწმებენ. ხო ყველაფერი წესრიგშია კაცო. საბუთები მზად გვაქვს, გადასახადებს დროულად ვიხდით. ხო თორე ხო იცი თუ გამოგვიჭირეს. იორამოვიჩ. რა არის ბიჭო, როგორ შემოვარდე? მოიცა რა თამას რა, ბოდიში. ცუდი ამბავი უნდა გითხრათ. აი გიგაშენი თქვა რამე. იჩხუბა ციხეში. აჭერილია? კარცერშია გადაყვანილი. ეხლა ველაპარაკე ნაძორს, შეიძლება სროკის მომატებაზე წავიდეს ბაზარი. ამ საქმეს ციხის უფროსი იძიებს. ვისაც აჭხუბა როგორ არის? ის ცოტა მძიმე და რეზბანიცაზე გადაიყვანეს. ქუთაისელი ბარიგაა, პრივეტას ეძახიან. თამას, დავай სტრაფად ეხლა ციხეში ეს ამბავი გარეთ არ უნდა გამოვიდეს. ჩეჩენ, შენ რეზბანიცაზე მიხარ, იმ ბარიგას ეტყვის სისულელი არ ქნას და ეს ამბავი არ გააბაზროს. დავай სტრაფად. ფრანცუზ. სადახარ ბიჭო?
არ მელოდი პატარა ზუკნა რატი ნახე რა ვიძია დადიხე რა ჩუხმა არა მოიღო რატი ხო ჯერ მე ვიხმარ და მე შენ და მე ორივე ერთად ერთხელაც დამარტყი რა ეხა ისეთ კაიში ვარ რომ ერაფერს არ ვიზა მეჩვენე მე დადექება ლევანიკოს საყოველთაოდაში დადექით და წავით ქეთა 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 მომაშორე ეს ზუკნა მომაშორე აქ აკდა და ფეხები გაშალ ელი რატი შენ მაგას მიხედე აი ესე გაშალებ შენ ნაბოზა რაშვები რო გაითხრი ეხა აქედან შერაგონია იქ მოვალ შენთან და მოვინანი გაითხრი მაპატის როგორია? მაგარი. მოიცარა. სუპერ სიძე ხარ იმენ. დიახ მე ვარ. რა? რომელი ხარ? რა ხდება? მოკლა მაგის დედაში. ბიჭო, მოდი, ლევან.